აბედილა მშვიდობისა. არ მიმჩნევთ, პროსტა არ შემიმჩნიოთ. მოვედი ჩემი გულის ტკივილის გასაზიარებლად. ძლივს ვსუნთქავ, ესე იგი დილით გავიღვიძე. გუშინ უკვე მტკიოდა, მაგრამ დილით გავიღვიძე. მთელი ზურგი, ბეჭები. აი ხა იმაზე ვარ, რა ქვია, გრელკაზე ვარ მიყუდებული. ესე იგი მხრები, ხელები, ყველაფერი მოდეკივა, ყველაფერი. გუშინ ესე იგი დიდი ხანი ვიმეცადინე ძალიან, ვინც არის ის, მე ვარ პიანისტი. ხოდა იმდენი ხანი ვუკარი როგორ ჩანს და თან ესე იგი ეს თუ იცით ინსტრუმენტის სკამი არის ისეთი უზურგო. და ძირითადად ხოლმე ჩვეულებრივ სკამზე ვჯდები, ისევ მეცადინე უფრო ეს ზურგი არ გამეჭედოს, მაგრამ გუშინ რა დამემართ არ ვიცი, თან ეს კონდიციონერი კარგად ამიქიშინებდა და ნუ მოკლედ აი ვერ ვსუნთქავ ისე ვარ, ეხა დავლიე გამოყუჩებელი. ცოტა უკეთ ვარ. ეს გრელოჩკაც ესე იგი მიყუდებული ვარ ამ ცხელზე, იმედია ცოტა მეშველება რამე. ამას დაერთო კიდე ზედრო, ანუ გუშინ რაღაცა მე და ჩემაქმარმა ძალიან გაუტიეთ და გქონდა რაღაცა სასწაული, რაღაცები ვჭამეთ საღამოს ღამე. მუცელიც მტკივა, დღეს სუხარზე და ჩაიზე ვარ, ორჯერ მარტო. დილა საღამოს სუხარი და ჩაი უნდა დავლიო. ამას დაერთო კიდე ის, რომ ჩასალაგებელი ვარ. უნდა ჩავალაგო ჩემი ჩემოდანი. მისი ჩემოდანით 2 კვირით მივდივართ. ხონა მოკლედ გადასტროფა. საბუთების გადასაცვლელად მივდივარ, საბუთები მაქვს შესაძლებელი. ხო და იმედი მაქვს, რომ აი ხა ცოტა გამეშვა. ესე იგი გამოყუჩებელი დავლიე 2. მე ზოგადად ძალიან მაწუხებს წელი და აი თუ გავიჭედე ხოლმე ისე ვიჭედები, რომ შეიძლება 4-ზეც ვეღარ გავიარო. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქ საავადმყოფოში არ მოვხვდები. ნემს აქ ვერ იყიდი, ესე აი მაგალითად რო წახვალ მან საქართველოში და აფთიაქში რო ეტყვი ვოლტარენი მომეცი და ნემსი და ამპულა ყველაფერს აქ ნემს ვერ იყიდი საერთოდ, ანუ ყველაფერზე უნდა მიმართო საავადმყოფოს. მერე იქ უნდა არგვიო შენი დაზღვევების გარეშეა თუ ისეა და ნუ მოკლედ სანამ გაგიკეთებენ ამ ნემს გავა 1-40 საათი. შეიძლება თავისთვისაც გაგიაროს. ასე რომ ჯერჯერობით არ მივდივარ და ვუძლებ კარგად. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოვსწორდები, იმიტომ რომ საქმეები მაქვს. დღეს გვექნება საინტერესო ვიდეო, იმიტომ რომ უნდა მომიტანონ, შევუკვეთე რაღაცები ონლაინ და უნდა მომიტანენ ამ რაღაცებს და სახლისთვის ის ოთახი უნდა მოვაწყო, ჩემი პიანინოს ოთახი. რაღაცეები შევუკვეთე, გადავუკვეთე და ერთად გავაკეთოთ ჩემო ძვირფასებო. ასევე გუშინ ჩამომივიდა ახალი მე ძირითადად ონლაინ ვუკვეთავ ყველაფერს. ზოგს ბრენდებიდან, ზოგს არა ბრენდებიდან, არც ეგ არ მაქვს პრობლემა. რეკლამა რო არ გამომივიდეს, არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ზოგი ბრენდებია, ზოგი არა ბრენდები, მაგრამ კარგი რაღაცეებია. ეხლა ვინაიდან, ანუ მივდივარ სამოგზაუროდ, შესაბამისად შევუკვეთე რაღაცები, რომლებიც იქ გამომადგება. პრინციპში რა დასამალია და საქართველოში უნდა ჩამოვიდე. აბა ჩემს ძალიან უყვარს საქართველო, ქართული საჭმელები და ნუ მოკლედ. ხო და მაგის აბზორსაც გავაკეთებ, მაგას როგორ ქვია ქართულად აბზორი, არ ვიცი. ამ ტანსაცმელებსაც განახებთ, რაც ჩამომივიდა გუშინ. მერე და საღამოს მომიტანენ კიდე აი ამ ოთახის გასაკეთებელ რაღაცეებს და ძალიან მიხარია, იმიტომ როგორც იქნება და მე არ შემიძლია რომ ეს დაულაგებელ და მოუწყობელ სახლში ცხოვრება და ეს ოთახი როგორც იქნება გაკეთდება. ასევე გუშინ დავამატე რაღაცეები ჩემ ოთახს განახებთ, მე ძალიან მიყვარს სახლის მოწყობა და რაღაცეები და დედაჩემმა პატარები რო ვიყავით მინდა ჩემი და სულ ესე იგი ყოველ თვეში ერთხელ ავეჯს აადგილებდა ხოლმე და ესე და ისე და ნუ მოკლედ შეგვაჩვია ამ რაღაცეებს. ეხა განახებთ რეები ჩამომივიდა, ძალიან ლამაზებია მე მგონი, მაგრამ კიდე უნდა დავამატო. აქ ერთი მაქვს, მაგრამ უნდა დავამატო, ეხა განახებთ. აი ნახეთ გოგოებო, აი ესეთი რაღაცაა. აქ კიდე მეორეც მინდა რომ დავდო რა გავაკეთო კედელზე, ძალიან მომწონს. აი ესეც ძალიან მომწონს. ეს ჩემი გრელკა.
აი ესეთი საყვარელი გრელკა მაქვს. აი აქ აი ესეთია. ესეც ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით, მე მომწონს ძალიან ესეთი რაღაცა, მაგრამ ა�კლი არა, კიდევ მჭირდება. ანუ ერთი კიდევ მჭირდება და აქ აი ესეთი. აი აქ ვფიქრობ, რომ აქ ორი დამჭირდება, ну ყველგან ორ-ორი დამჭირდება, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ თვითონ იდეა ძალიან მომწონს. აბა მითხარით თქვენ თუ მოგწონთ იდეა. აი მართლა არაფრის თავი არ მაქვს, ოღონდ მართლა ისეთი, მაგრამ ეხა ცოტა გამიშვა კიდე რა შედარება. მოკლედ, ცხელი წყლის გრელკა ძალიან შველის გამოყუჩებელთან ერთად. არ ვიცი რა დამემართა, მართლა იმედი მაქვს, რომ გამივლის ძალიან მალე. იმიტომ რომ დღეს საქმეები მაქვს. კიდე რა მინდოდა მე თქვა. ვიღაცა გოგო მწერს ახლა TikTok-ზე. ეს TikTok-ი ხო ვერ დავამუღამე. ეს TikTok-ი ვერ დავამუღამე ვაფშე რა. როგორ უნდა იმას ვქნა რა ვქვია. მაგრამ არა უშავს. ხო, მერე უნდა კიდე მოვემზადო. დავიბანო. მოვწესრიგდე, ესე რო არ ვიყო. სანამ ჩემი ქმარი მოვა სახლში. ხო, რაც შეეხება ორცოლიანობას, მაგაზე ვიდეო არ ჩამიწერია, მაგრამ არ ვიცი, გამოვიჭერ დღეს, გამოვიჭერ რომ მოვა სახლში და ვეტყვი, აბა დაიწყებეთ კი და მე გადავთარგმნი. შენ თქვი და მე გადავთარგმნი თქო და ჩემთან დაკავშირებით, ჩემი აზრები თუ გაინტერესებთ ან რაღაცა კითხვები გაქვთ, ეგ შეგიძლიათ მე მომწეროთ კომენტარებში და გიპასუხებთ აუცილებლად. რთული არ არის ზოგიერთმა დამიწერა. რთული არ არის, როდესაც გათვითცნობიერებული ხარ, გაქვს სათხარ და როგორ ხარ. ეს ერთი. მერეც მეორე, ანუ შეგუებული ხარ. მერეც მესამე გჭირდება ძალიან ძლიერი ფსიქიკა და ძალიან მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მძიმე არ არის. ეხლა როცა იცი, რომ სად მიდიხარ და ვისთან ერთად უნდა იცხოვრო და რა სიტუაციაში უნდა იცხოვრო, რთული არ არის. თუმცა არის ხოლმე რაღაც მომენტები, რომ ეშლება ნერვები. მაგრამ მე რო დავფიქრდები ხოლმე ნერვების მოსაშლელი მართლა არ არის. ანუ იქით ამ ხარეს რა ხდება ვერ გეტყვით. შემიძლია უბრალოდ წარმოდგენაში მქონდეს რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. ჩემთვის ზოგადად ნეგატივში ცხოვრება ძალიან რთულია, ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ დადებით აურაში და პოზიტივში ვიყო. თუ ადამიანი შემიწყობს ხელს, ხო და თუ არ შემიწყობს ხელს და მაშინ ახლა რა ვქნა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ამ ლუკისთვის, ამ ლუკით რომ შემოგეჭერით დილიდან, მაგრამ ჩემი ესე იგი გულის ტკივილი და სხეულის ტკივილი უნდა გამეზიარებინა. მოკლედ დანარჩენ ვიდეოებს გადავიღებ შეძლების დაგვარად და ავტვირთავ დღეს საინტერესო რაღაცები გვექნება.